მოგესალმებით ანიმეს კოდ, ჩემი სახელია ბლიზარდი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბლიჩის 1000-წლიანი სისხლიანი ომის მე-12 ეპიზოდის რეაქცია. მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩავუჯექით ვიდეოს ჯგრულად. შვილდის არის. Opa, Quincy? Ura ძალიან ბანძი ხარ. Quincy-ა, აშკარად. რა? გინდა რომ დიდებულმა ბაზმა პირველმა წარგიდგინოს თავისთავი. შენ თვითონ ვინ ხარ, გაფითრებულ სახიანო ბიჭო? მე იუგრამი მქვია. იუგრამ ჰაშივალდი. ეს რა ჰაშივალდი იყო, ბიჭო? ბაზბი. რა გოგონია, რასაკეთებ? რას ვაკეთებ? ახლა იმას არ უნდა მეკითხებოდე, ბაზარი როგორ არა. გადავრჩი? ბაზარი არა. ჰა? ვარნა ფინგალვან. უფ. ოპა. გასაგებია. ბაზბი ნახე? ისინი მტრისგან არ მიგიღია. ეს ნიშნავს რომ რჩეული არ ხარ. ჩემზე რა სიძახი? გასაგებია, ძალიან წუხვარ. წუხარ არა ჩემი ფეხები. მაგის არავის ჯერა. რამ გითხრა რომ არ ვიცოდი დამიჯერებ? გი, რატომაც არა. ჩვენ ხომ ერთმანეთს წლები ავიცნობთ. ასე არ არის? იუგო. ბაზი დამიძახე. ისე როგორც ადრე. ვოუ. ნუ ეჭვი მეპარება ეხა ამისთვის არცული რამეს როგორც ნიშნავს. ჩანს ყვილობ ლანგავ დროს. მე მისი უდიდებულესობის ძალებს მოვკლავ. შენთან ერთად. მოღალატეო. ეს ვაფშე სხვა ტიპი მეგონა და კი, მაგრამ მე არ შენ სხვა ტიპი დამიძალებია. აღმოჩნდა. შენ თვითონ მოინდომე რო გეთქვა. საერთოდ რატომ მომყვები? ჯერ კიდევ ვერ ვიყენებ ჰაილი ხბოგენ შენსავით. არც ისეთი ბანძი ხარ, როგორც შენი ძახი. შენ თვითონ არ მეუბნეოდი რომ ბანძი ხარო. ჩვენ სასაკში ანუ, ასე მოხერხებულობს ჰაშივალს- მას არავის შეუძლია. ბაზბიჯობდა და შენს მე მეგობრებსაც კი არ ჰაშივალ შეუძლიათ, მაგასრო? What the fuck? ბევრი ჩემხელა არ მინახია ასე რომ ზუსტად ვერ ვიტყვი. რატომ ეს როლი? აიღე. ტიპს დანურჯებები აქვს. მე იმისთვის არ ვნადირობ, რომ შიმშილი მოვიკლა. მხოლოდ იმისთვის ვნადირობ, რომ პიცა ჩემი გცემს, ბიჭო? გენიალობა გამოვამჟღავნო. იუგო, დღეიდან ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები. ყველაფერს გასწავლი, რისი ცოდნაც გჭირდება. მოდი, ერთად გავხდეთ ყველაზე ძლიერი ქვინსები, იუგო. საინტერესოა. საინტერესო ისა აი ამ წარსულისა რა შეცვალა ჰაშივალდი. გეძებდი. იუგო. ასე ღრმად დღეში მარტო რატომ შემოხვედი? დიდი პრობლემა ხარ. თქვი რომ ეს ვარველტი ან რაღაც ეგეთი იყო არა? ეს ხომ სიბერნი იყო? მოდი აქედან გავიდეთ. თუ გავაგრძელებთ ასე ბრძოლას, სასახლე დაზიანდება. ანუ თუ იუჰავა ხსინავს, ეს იმიზალებს იღებს? ცოტა არ იყოს და უცნაურია. ან ზალებს ატოცლიან. როიც? ვაუ, ვიღაცას თავი გააძრეს. ეს იუჰავის არმია? აი იუჰავა. ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იუგოს შევხვდი. პატარა სასახლე, რომელშიც ჩემი კლანი ცხოვრობდა, მიწასთან გაასწორეს. ცეცხლი იუჰამ გააჩინა. ის მონსტრი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ტერიტორიებს ფლობდა და უცნაურ ძალებს იყენებდა. ტიპს ბავშვობიდან ნდომებია იმის მოყვა იყო და წავიდეთ იუჰაბაჰი მოკლათ. იუგო, გინდა შენთან ერთად წამოვიდე? შენი ტყეც ხომ დაიწვა არა? ბიძია ცეცხლში დაიღუპა. იმ ოქროს მონეტებით რამ შეცვალა ცხოვრობით, ჰაშივალდი, რომელიც სასახლის გაასაინტერესო. ფერხში ვიპოვეთ. ჩვენ საკუთარ თავებს იუჰაბაჰის მოსაკლავად ვწვრთნიდით. რეიშს ვერ ვაკონტროლებ. შვილდის შექმნაც კი არ შემიძლია. იდიოტო, შენ ხომ მე ყავარ? შემიძლია მშვილდის გაკეთება გასწავლო. ბაზ, ამას თვალის დახამხამებაში გააკეთებ. გონი მათი დამატება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ეს შენი ქვეყანა არ არის ზაიდოლიც. ამის შემდეგ ჩვენ სულების საზოგადოებას დავიპყრობთ. რას ამბობთ? მათ ნელა, დასამარცხებლად ნელა. ახალი ძალები დაგჭირდება. ამ დანაყოფს ერქმევა სტერნ რიტერები.
ამ 5 წლის განმავლობაში საერთოდ არ დაგვისვენია. უნარების გაუმჯობესებას განვაგრძობდით. ხედაღამ ჩვენი უნარების განვითარებაზე ვარჯიშობდით. 5 წლის შემდეგაც ვერ შეძლო რეიშის კონცენტრაცია. ვერც მშვილდის გაკეთება მოახერხა. ახალგაზრდობაში ისინი ნამდვილი ხელმოწარულები არიან. მისი მსგავსი Quincy საუკუნეებია არ დაბადებულა. რაც რო უფრო გაიზრდება, მე უფრო ძლიერი გახდება. მე მიიღებს ძალებს. რა ხდება რა ამბავია? ეს რა დროშაა კაცო? ყველა მომისმინეთ. იუჰაბაჰის სიტყვა მოგიტანეთ. იუჰაბაჰის რა სიტყვა? უნდათ მაგათ? არის ეს ვინ არის? მის უძლებულესობას ახალი სამხედრო დანაყოფის ფორმირება სურს. ყველა ამბიციური წინ გამოვიდეს, ვისაც სურს Quincy-ებთან ერთად იბრძოლოს. ჩვენ დროშა დავინახეთ და აქამდე გამოყევით, მაგრამ თქვენ ვინახართ? მე ბაზი ვარ. ეს კი იუგოა. ჩვენ გვინდა რომ Max Stern Ritterში თუ რასაც ეძახით, მაგაში შემოვიდეთ. ეს იდიოტები ვინ ესე არიან? მოკლავენ ამათ. ეს ჩვენი ყოფილი ლორდის შვილი არ არის ბაზი. ეი ბაზ, ვაჩ. აჩუ. გაიგონე ბაზ. მოდი დღეს სახში წავიდეთ. ეს რატო არ გამახმოვანებინეთ? შემოსავლები უნდა განახოთ არა? მაშინ მოდი ვიბრძოლოთ ბატონო ოფიცერო. თუ გავიმარჯვებ, შენი პოზიცია მომეცი. რომ დააგდო. სულიერმა ენერგია? აქ რა ხდება? არა, რა სულიერი ენერგია? იუჰაბაჰი. ახლა ვხვდები. სულიერმა ენერგიამ სულიერმა დააგდო. ენერგიამ ყველა ძირს დაგვცა. აქ რაღაცის ასაღებად მოვედი, რასაც დიდი ხანია ვეძებ. ის კაცი მჭირდება, ვინც ჩემი მარჯვენა ხელი გახდება. აქ ვარ, აქეთ გამოიხედე. მე ვიქნები შენი მარჯვენა ხელი. ჩემი ხელით მოკლაო. იუჰაბა. გიბოვე. მესმის გეგმა. ვიცი ვინც ხარ. იუგრამ ჰაშივალდ. შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ. თქვენი რა ვარ, ვერ ხვდები ვერაფერს. არც არის აუცილებელი რომ რამე გაიგო. ეს ახლა აქ ამ დროს ხედავს მომავალს? რაო, ჭრენს? ეს ბავშვი? როცა რჩეველი, თვალებს. ჩვენ ორს ხომ ყოველთვისაც გვინდოდა. იცით მე რა უნდა ვქნა? ბაზ, რატომ? ჩვენ ორნი ერთად უნდა დავახლოებოდით იუჰაბას და ერთად უნდა მოგვეკლა ის. ასე რომ შენ რატომ აგირჩია, იუგო? რატო? გაჩერდი ბაზ, ასე რატომ იყურებ? რატომ არ გიხარია ჩემი ამბავი? უკაცრავად. მაგრამ აქ მგონი რაღაც შეცდომა უნდა იყოს. შვილდის და ისრის გაკეთებაც კი არ შემიძლია. ამას გარდა, აი იქ ბაზი რომ არის, ბევრად შეეფერება თქვენი მრჩევლის კანდიდატურას. ზუსტად ისეა, როგორც ჩემმა თვალებმა განჭრიდეს. ჯერ კიდევ არ იცი რა ძალა გაქვს. შენ მე მგავხარ. Quincy ძალების განაწილების ძალით. სხვა Quincy-ებისგან განსხვავებით, გარემოდან რეიშის ამოწოვა არ შეგიძლია შენი ძალით. მხოლოდ მისი გაცემა შეგიძლია. ჩემი ძალები იმის სწავლით შევიძნე, თუ როგორ გავცე ჩემი ძალები. გაცემული ძალები გავზარდო და შემდეგ უკან დავიბრუნო, მაგრამ შენ ჯერ ამის გაკეთება არ შეგიძლია. მართლა გჯერა, რომ ეს ყველაფერი შენი საკუთარი ნიჭი იყო. შენ ამ ბიჭის მადლიერი უნდა იყო. მისი, ვინც შენაირი უნიჭო, ასეთ გენიოსად აქცია. ანუ ბაზბი ამან გააძლიერა? მე შენ ჩემს გვერდით მჭირდები. Nice. მელა ძმა, გაი. ჰაშივალდ. Nice. აჯობებს დაისვენო ბაზბი. მის უდიდებულესობას არ არგებს უამბობა რა. ბარნა, ფინგა, ფორ. ძალიან ლამაზია. აი ძალიან ლამაზია. ძალიან კარგად არის გაკეთებული ეს რა ანიმე. მოხდა? მოდი შემებრძოლე. სიტყვები ზედმეტია. ბრძოლას გაურბი ხარ? ასე ძალიან გეშინია ჩემთან დამარცხების. იუგო. ასეთი ტიპის გამოსიკვდილს აპირებ? ნუ ღელა თუ არავინ არ გვიყურებს მისი ტიპს თავში ავარდა იმის გამო, რომ იუჰაბაჰის მე გიყურებ. მეორე ნახევარია თუ რაღაც? ან მისი მსგავსი? რაც არ უნდა იყოს, შენ ჩემს გამოწვევებს გამუდმებით აიგნორებდი. ისევ და ისევ, როგორც არ უნდა მეცადა შენი გამოწვევა. ჩემთან ბრძოლა არც ერთხელ არ გიფიქრია. შენთან ჯერ კიდევ არ დავმარცხებულ ვარ. აბა, ბაზბი. ჯერ არა.
აუ. Burning full fingers. არ Просто რატო თორე კაი. შენ გაიმარჯვე. იუგო. ჯანდაბა. მეგონა უფრო ცუდი შეგრძნება მექნებოდა შენთან დამარცხებისას. დაწყალი ბაზბი. იუგო. ტრეიდან ჩემს დაქვემდებარებაში იქნები. ოდნავ მეტ პატივისცემას მაინც არ იმსახურებდა, ჰა, აშივალდისგან. მოდი ერთად გავხდეთ ყველაზე ძლიერი ქვინსები. იუგო. მეგობარი. კივილი არ არსებობს. მანამ სანამ ბალანს თვალს ვადევნებ. სიკვდილი არ არსებობს მანამ სანამ ბალანს თვალს ვადევნებ. საინტერესოა. საინტერესო დახასიათება აქვს თუ სათაურის შემდეგ სერიას, არ ვიცი. მოკლედ, მე-12 სერიაც გადასრულდა მეგობრებო. ხო, ესეც საინტერესო სერია იყო სხვათა შორის. წესითა და რიგით ეს უნდა ყოფილიყო ანიმე ორიგინალი. ანიმე ორიგინალი სერია იყო თუ მანგის სერია იყო, არ ვიცი, იმიტომ რომ მანგა არ მაქვს. ვთქვათ, ესე წაკითხული, ბლიჩის. ზედაპირულად რაღაცეები, ასე თუ ისე ვიცი, მაგრამ ეს რო ვიცოდეა ეს სერია მთლიანად ანიმე ორიგინალი იყო თუ რა, ანუ მთლიანად მანგის ადაპტაცია, ნამდვილად არ ვიცი. ისიც ანიმეს, ასე ვთქვათ, გვერდებიდან ვიცოდი, რომ რენჯის და ასე ვთქვათ, ურიუს ბრძოლა ანიმე ორიგინალი იყო 10 წუთიანი და ხო არ ვიცი, კომენტარებში დამიწერეთ ეს სერია ანიმე ორიგინალი იყო თუ მანგის ადაპტაცია იყო, წარმოდგენა არ მაქვს. მოკლედ, საინტერესო სერია იყო, ნუ რა ვიცი, მე ჰაშივალდისგან უფრო მეტ პატივისცემას ველოდი ბაზბის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იუჰაბაჰის ერთგულია, მეორე ნახევარი ყოფილა, ერთნაირი ძალები ქონიათ რაღაც პონჩი და გასაგებია. ნუ არ ვიცი. თავში აუვარდა თუ რა დაემართა ჰაშივალდს. ნუ ალბათ მაინც გადამწყვეტი როლი იმ თვალებმა ითამაშა, რაც ბაზბის ქონდა ალბათ იმ მომენტში, როცა ჰაშივალდს უყურებდა იუჰაბაჰმა თავის მარჯვენა ხელად რომ აირჩია. არ ვიცი. ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პონჩი იმედგაცრუებული ვარ. ცოტა ისე მოკვდა რა, ბაზბი. ცოტა ისე რომ აი არ იმსახურებდა სავით რა. ნუ ეტყობა რომ დასკვნით ფაზაში შედის უკვე ანიმე. არაერთი პერსონაჟის სიკვდილი ვნახეთ უკვე. რამოდენიმე სასიკვდილოდაც დაიჭრა, ნუ არ ვიცი იმ 13 რაზმიდან რამოდენიმე პერსონაჟი რო დავარდა, მაქედან ვინ მოკვდა, ვინ გადარჩა, არ ვიცი. რენჯიზეც არაფერი არის მის ჯერჯერობით. ზარაკის ბავშვიც არაფერი არის მის, მოკლედ. ძალიან საინტერესოა. ნახოთ, რა იქნება. მადლობას გიხდით მეგობრებო ყველა ყურადღებისთვის. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და თუ მოგეწონათ ეს კონკრეტული ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისხლიკი რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები, ასევე გამოხატეთ თქვენი აზრი კომენტარების სახით და თუ მოგეწონათ გააზიარეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ ზრდა გააგრძელოს. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან ერთად იყო ბლიზარდი, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. აბა კარგად.